რა სურნელი მახსენებს ბავშვობას? მახსენებს თბილისში წვიმის დროს ჭადრების სუნი. რა საინტერესო სურნელია. ეს იყო ის სუნი, რაც ემიგრაციაში რო წავედით საფრანგეთში ცხოვრებლად, ეს იყო სულ რომელიც სულ მახსენდებოდა. ყნოსვითი მეხსიერებას რასაც ეძახიან, ეს იყო ჩემი ყველაზე ესეთი ნოსტალგიური, ვიზუალური, შეგრძნებითი, არც ყველანაირი, რაც შეიძლება ითქვას, ეს იყო ჩემთვის დაამნიშნავი. ჭადარი არ არის ახლა იშვიათი მცენარე და ალბათ სოფლიოს ბევრ ქვეყანაშია. სხვაგან ეგ სურნელი ყოფილა? საქართველოში წვიმის დროს რო სუნია. ესეთი სუნი არ არის ყველგან. ყველგან განსხვავებულია, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ საქართველოში კიდე ჩვენი მაინც ეს გარემო, თუნდაც ეს ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც ამ ჭადრებს კიდევ სხვა სულს და ასე შემდეგ. არა, თბილისში სულ სხვა არის, ჩემი შურიც იყო ხა ცოტა ხნესთან ჩამოსული. და მოვდიოდით თალიაშვილზე და იქაც ხო რაღაც ცხეებია სპონტანურად, ხო? აი სუნი რაც მაშინ იყო ძალიან ესეთი. აი ერთად მოვდიოდით და ვამბობდით, რომ როგორი განსხვავებული სუნია და როგორი განსხვავებული ადგილია, კი? ნუ მაინც ჩვენია და რაღაც შეიძლება ჩვენც მიგვაჩნია, რომ განსხვავებულია. თბილისური წვიმა რო განსაკუთრებულია, ახლა გამახსენდა ერთი ამბავი. ძველ თბილისში ესეთი ტრადიცია ქონიათ 7 მაისს, ყოველი წლის 7 მაისს. გასათხოვარი გოგონები გამოდიოდნენ, თმებს იშლიდნენ და აუცილებლად 7 მაისს მოდიოდა წვიმა. და ვინც ამ წვიმაში დაისველებდა თმებს, ის გოგო აუცილებლად, ხო, ის გოგო ესეთი წვენა ქონიათ, ძველი ამბავი. ძველ თბილისში. ვერასოდეს ვერ დავამთხვიო, რომ რაღაც ჩაწერა მინდა ხოლმე, რომ თან რო ვაკვირდები მართლა არის ხოლმე, ცოტათი მაინც წამოწინწყავს და არ დავკვირვები ვარ. ეხლა რა მოიცდის, მიშა 7 მაისამდე რომ მაგას დავა. ხო, აბა. არ დავკვირვები. განსაკუთრებული წვიმად განსაკუთრებული იყოს რა გინდა. კი ბატონო.